დაკავშირებადობის თვალსაზრისით ევროპისთვის კავკასიის და მათ შორის საქართველოს მნიშვნელობასა და გამოწვევებზე ისაუბრეს ევროპელმა ლიდერებმა. კაია კალასის თქმით, ევროპა არ არის მხოლოდ გეოგრაფია, ეს არის ღირებულებები და პრინციპები. მან შუა დერეფნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისივე თქმით, ყველა განიხილავს, როგორ უნდა მოხდეს სავაჭრო გზების დივერსიფიკაცია, უაღრესად მნიშვნელოვანია დაკავშირებადობა და ეს მარშრუტები. ურსულა ფონ დერ ლაინის თქმით, კი უნდა შემცირდეს ზედმეტი დამოკიდებულება კონკრეტულად სამ სფეროში, მათ შორის ენერგეტიკაში და აუცილებელია გაიზარდოს აქტივები ევროპაში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დღის წესრიგში არსებული თემები წარმოაჩენს მიმდინარე გლობალურ ვითარებას. ეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტია და ჩვენ ძირითადად დამოუკიდებელ ევროპას განვიხილავთ. ჩვენ უნდა შევამციროთ ჩვენი ზედმეტი დამოუკიდებულება კონკრეტულად სამ სფეროში. პირველი არის ენერგეტიკა. ჩვენ ძალიან ზედმეტად ვართ დამოუკიდებლები იმპორტირებული წიაღისეულის საწვავზე და შესაბამისად ყოველთვის დამოუკიდებულნი ვართ დროსა და გლობალურ ბაზრებზე. ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი აქტივები ევროპაში და ესენია განახლებადი ენერგიები და ბირთვული ენერგია. მეორე თემა, სადაც მეტი დამოუკიდებლობა გვჭირდება, არის თავდაცვა და უსაფრთხოება. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო შესაძლებლობები. ახლა ჩვენ ნამდვილად უნდა გავაძლიეროთ და დავაჩქაროთ სამხედრო შესაძლებლობების წარმოების პროცესი და მესამე ელემენტი არის საიმედო მოწოდებების ჯაჭვების თემა. ამ ყველაფერში სომხეთს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. ერევანში მიმდინარე სამიტიც აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კავკასია განსაკუთრებით ახლა, როდესაც ირანში ომია. ჩვენ ვსაუბრობთ კავშირზე, მაგრამ ასევე იმ საფრთხეებისადმი მდგრადობაზე, რომელთა წინაშეც ვდგავართ. შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია. ვგულისხმობ იმას, რასაც ვხედავთ ახლო აღმოსავლეთში. ყველა ასევე განიხილავს, თუ როგორ უნდა მოხდეს სავაჭრო გზების დივერსიფიკაცია და შემცირდეს ერთი სავაჭრო გზის დახურვის რისკები. სწორედ ამიტომ არის დაკავშირებადობა და ეს მარშრუტი უაღრესად მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა ვნახოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ ხრივ და ვინ არიან ჩვენი პარტნიორები. რაც შეეხება საქართველოსა და ევროპის ურთიერთობებს, თუ გეოგრაფიას დავაკვირდებით, დავინახავთ, ეს ქვეყნები აქ არიან. ასე რომ, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს დისკუსიები იმის შესახებ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ ხრივ, რათა შევძლოთ ამ დერეფნის დაკავშირებადობის საკითხში წინსვლა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს გარკვეული საკითხები საქართველოსთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა რეალურად არ დგამს ნაბიჯებს, მაშინ, როდესაც აცხადებენ, რომ ასევე სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი არასწორი მიმართულებით დგამენ ნაბიჯებს. ეს ასევე გვაძლევს შეზღუდვებს, მაგალითად, დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით. ერთი კვირის წინ ხორვატიამ უმასპინძლა სამი ზღვის ინიციატივის სახელით ცნობილი ქვეყნების ჯგუფის სამიტს, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის 13 წევრს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან. ეს იყო ბალტიის, შავი და ადრიატიკის ზღვების დამაკავშირებელი ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რომლის შესახებაც ჩვენ ვთქვით, რომ ევროპის ამ ნაწილში, რომელიც გარკვეულწილად ევროკავშირის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგია, სჭირდება თანამშრომლობის გაძლიერება მსოფლიოს სხვა ნაწილებთან. ამის გაკეთების ორი გზაა: შუა დერეფანი, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია და ასევე ინდოეთის, ახლო აღმოსავლეთის და ევროპის დერეფანი. ეს ორი ასპექტი ძალიან ბევრჯერ იყო ნახსენები, ამიტომ მე მჯერა, რომ ენერგიის, ტვირთების ტრანსპორტირება, ღიაობა, ტრანზიტი, შესაბამის ინფრასტრუქტურაში ინვესტირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპის ამ ნაწილში განვითარებისა და მშვიდობისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ყველა იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც ამ ქვეყნებს შორისაა.